ტექსტი მანამდე იყო გამოქვეყნებული დრაფტირანს იყო, ალბათ ყველას ინიციატივები დაინტერესებდა. აქ იყო საკითხი, შევიდეთ თუ არა შეგინი განხორციელებები, მათ შორის სამიწება ხონდა დაგენებული ქართულოცნებას, ეს სულები გეხებოდა ერთი იმას, რომ დინამატაში იყო ახალი არჩევნების ხსენება. მეორე ის, რომ ბოლო პერიოდში საუბარი იყო ის, რომ ასამბლეა დაუბრუნდება აპრილში საქართველოს დელეგაციის მსვლელობის მინიჭება არ მინიჭების საკითხს, ამ რაფის თვითონ პიროვნების შეასრულებელი მომწადებულია ამ პროცესს გამოაცხადებენ და მესამეზე იყო უბრალოდ ბლა ტერმინო რაღაც იმზადავად ისანასო კეროსაფესთან და ანუ სამივე ცვლილება დიდი უმრავლესობით ასამბლეამ ჩააგდო ირიქით განყოფილების შეკითხვით დაამატეს ტექსტში სადაც ეწერება ახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს აპრილამდე ჩაემატა სიტყვა საპარლამენტო რომ ვინმეს რამე კითხვის ნიშანი არის გაუწეს იმას დაკავშირებით თუ რომელ არჩევნებზე და რატომ არჩევნებზე არის საუბარი აქ განწყობა დარბაზშიც ალბათ თუ უსმები გამოსვლით ნახავდით რომ ყველა პრინციპულად ყველა გამოსვლელი ერთის გარდა საუბრობენ პრობლემებზე რომელიც ქვეყანაში არის 4 წლის განმავლობაში აქცენტი არის ბევრი დელეგაცია არის საქართველოს რაღაც პედაგოგ თუ არა სხვადასხვა ახალ დეპუტატებთან იღებენ ახლა ფოტოებს და მე გამოვეცი ჩარტის გამო მაგრამ ბევრი იმუშავე სამხატვრო რომელიც აქ არის გამოსული დილის 9-ის ნახევრიდან 8 საათიდან ყოველ დღე შუაღამემდე იყო შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებთან და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან მათ შორის შემქონდა ჩამოტანილი უამრავი მასალები რომელიც დაურიგეთ და ეს მასალა მათ შორის ერთ-ერთი ბროშური რომელიც ჩამოტანილი იყო ერთ-ერთმა ბრიტანელმა ლორდმა აფრიალა კიდევაც პასუხად მიტანაძის თავშებურ გამოსვლაზე აჩვენა ფოტოები და ნაწამები ადამიანების და ეკითხებოდა ეს რა არის რასაც ხედავთ აქ როგორ ლაპარაკობს საერთოდ დემოკრატიაზე საქართველოში და ჯამში ამუშავა ჩვენ თვალს ვადევნებდით კიდეც და ალბათ მოგვიანებით კიდევ უფრო მეტ დეტალს ამ დებატებთან აკავშირებით ტელემაყურებელს ვაჩვენებთ აშკარა ძალიან კარგად ინფორმირებული აღმოჩნდა საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციების უმრავლესობა მაგრამ აღსანიშნავი ფაქტი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დღეს მოხდა არის ის რომ პირველმა საერთაშორისო ინსტიტუციამ ამ შემთხვევაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში რეზოლუციაში დოკუმენტში პირდაპირ ჩაწერა საქართველოში ამ თვეების განმავლობაში რაც შეიძლება სწრაფად და აპრილის ვადა არის მოცემული ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოწოდება და აუცილებლობა ეს არის ალბათ ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მიღწევა რომელიც შეფასებას საჭიროებს თქვენი მხრიდან ხელისუფლების მხრიდან ითქვა რომ ეს არაფერს არ ნიშნავს ისინი იქ იქნებიან წარმოდგენილი თუ არა თითქოს ეს დიდი არაფერი მაგრამ თქვენი ძალისხმევა რისთვის ჩაიდო რა შედეგების მომტანი იქნება ეს როგორც მოკლევადიან ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოში იმ მიზნების მისაღწევად რის გამოც ახლაც თბილისსა თუ ბათუმში ხალხი ქუჩაში დგას. ჩვენი პრინციპული პოზიცია იყო რომ სამი საკითხი იყო გათავისუფლებული ერთი საკითხი ეს არის პოლიტიკურების უპირობო გათავისუფლება და მათ შორის ნახავდით რომ გამოსვლებში რამდენიმე მახსენა კონკრეტულად ზიამაღლობელის სახელით არის იმიტომ რომ დღეს მთელი დღე შეხვედრები მარტო ზიადე სამობაზე დავხატეთ და უსმენ როგორც კრიტიკული სიტუაცია არის და ეს არ არის რაღაცა საკითხი რომელიც შეიძლება ხوارი ლაპარაკებდეს და გილაპარაკოთ დღეს არის რაღაცა დასაკეთებელი ამიტომ პოლიტიკური გათავისუფლების საკითხებზე ამაღლობელი იყო ერთ-ერთი საკითხი მეორე საკითხი იყო ცხადია ახალი არჩევნების თემა რომ საქართველოს მეჩატარდეს ახალი პარლამენტო არჩევნები ეს არის ერთ-ერთი გზა რომ მოხდეს პოლიტიკური კრიზისის განმტკიცება და მათ შორის არჩევნები აღმოჩნდეს იმ წესით და იმ პროცედურებით და იმ ადმინისტრაციით როგორც ეს მოხდა 22 ოქტომბრის პრინციპული ცვლილებები რა მოხდეს ადმინისტრაციის სპეციალისტების შემდეგ ეს ფაქტია და მესამე საკითხი იყო მუდალადობის და დალადობის ორგანიზატორების დარგა ამ ადამიანების პირების განმავლობაში ეს სამი საკითხი მოხდა ამ რეზოლუციაში თავიდან აზრები იყო გაყოფილი ორად და ჩვენ ამაზე საუბრობდი ამ დღის განმავლობაში აქ იყო ხალხი და ეს გამოსვლებში ამ ყველაფრის გამო რაც ხდება საქართველოში საერთოდ უნდა შეუჩერდეს უზრუნველყოფა ქართულ დელეგაციას და არ უნდა ვაღიაროთ უნდა თავპარლამენტიდან და ნახოთ მომდევნო ბრიტანეთის გამოსვლა ეს რომელიც ყოველდღე გამოსვლამდე ხალხს ასეთი ყოფილი ნურგზელი დეპუტატის გამოსვლა თუმცა საბოლოო ჯამში მეორე აზრმა გაიმარჯვა რომელმაც ინიციატივა იყო მიეცეთ ვადა
აპრილამდე შეუძლიდეს ყველა უფლებები და მართლა ყველა უფლება შეუძლიდეს საქართველოს ავტოკრატიული დელეგაციის ერთადერთი უფლება და დაუტოვეს არის დარბაზში შეცვლის უფლება იმისათვის რომ მოახსენონ ასრულებენ თუ არა იმ დროს პოლიტიკალის რეზოლუციას. სხვა ყველა უფლება რომელიც დელეგაცია არ აქვს და ივანიშვილის დელეგაციას არ აქვს ჩაუხსნეს დაუტოვეს მარტო ის დარბაზში შევიდნენ და უცხო ასრულებენ თუ არა ამ პირობებს.